მოდი ეს რამეზე გამოვიგონოთ. წარმოიდგინე მე ვარ პარლამენტში და ვარ ის პარტია. შევქმენი რა, რომ პარტია ვარ და პარლამენტში ვარ და მუშაობ, ხო? მე შენ რაღაცას გეტყვი და დაიჯერებს აი რაღაცაზე გეუნებით, რომ აი თან დაიწყო არჩევნები და რეკლამები ვრცელდება, რომ აი გეუნები რა მთელი ყური იგებს ამ საქართველოს, ხო? და გეუნები პირდაპირ რა. თქვენი ლიფტები გაფუჭებულია? ჯართია? მაშინ მე ახალი გაგიკეთებ. სრულად ახალი. სუფთა, მაგარი ლიფტები. ამისათვის საჭიროა ხმა მომცე. გპირდები ხალხო. თუნდაც პენსიაზე რო გითხრა, დაგაკლდა პენსია. პენსია არ გყოფნის, მაშინ მე გავზრდი 100,000 ლარი. გექნება, ოღონ ამისათვის საჭიროა არჩევნები ხმა მომცე. აბა რა სიტყვი? მართლა მომცემდი ხმას? თითქმის ემორჩილები აი ამს, როცა ეს ფასები გაგაკმაყოფილებ. და სწორედ ეს ემორჩილები. ხომ ფიქრობ რომ ეს რა სიმახიჯია ეს მდგომარეობა, აი ხო გაგახსენდება ეს წარსული, როცა ესეთი რაღაცები აშღერებს არჩევნების პარტიები, ასეთი საუბრები და რაღაც. და მithumetes სიბრაზე და აუ მეური რაღაცების მახსენდება. ზოგი აგრესიულობაზე, როცა პრეზიდენტი არ მოგწო, აი პრეზიდენტები აუზია რა უშენებია. ხო ხედავ ხალხო. ხო მოგიტყუეს ხალხო რომ არ აგიშენა აუზები. ხო და მე მაგარი აუზის გავაკეთებ დიდი უზარმაზარი და ჩახტები და გაგრინდები ხალხო. ყველაფერი სიმახიჯეა. არ ვიცი რა, მე ვერ ხვდები ეს პარლამენტი რაზეც უნდა იყოფილო, აი მართლა არ მესმის. ერთადერთი არის საქართველოს საჭიროა პატრონობა, რომელიც საქართველოს დაიცვა და საქართველოს გაწმინდოს ბოროტები, აი ვისაც ბოროტების არიან და იმას ეწინააღმდეგება ბრძოლაში რომ შეაჩერო. საქართველოს დაიცვას, საქართველოს სიწმინდე, სუფთა სიყვარული, უბოროტობას და მსგავსებს წმინდა საქართველოს. აი ამისთვის არის, ამისთვის უნდა ხდებოდი. და ეხლა ეს რა ხდება პარლამენტში და რამდენი პარტიები და ასეთი რაღაცე უბედურები რეკლამები რო ყალიბდება და რაღაცები. ამას როგორ უნდა დაემორჩილო ესეთი რაღაცების სიტყვები. აი რა უბედურობა, რა სიმახინჯეა. და ეხლა როგორი იდეების უნდა ილაპარაკო და როგორი მართლა ეხლა მე დარწმუნებული ვარ რომ მალე შეიცვლება იმ პარტიის იდეები, როდესაც სხვანაირად საუბრები დაიწყო და სხვანაირი მოქმედება, თუ მაინდა-მაინც იგივე, როგორც მე ვსაუბრობდი ასეთი რასაც ხდებოდა. საზისრობა ხალხო.